ქალბატონო ირინა, მიუხედავად იმისა, რომ ნაფტალინის ცუდი სუნი აგდით და არ უნდა გპასუხობდეთ, გაცნობებთ, რომ არავის არ გავყოლივართ ცოლად ციხეში გარეძალების დავალებით. არამედ გერგეტის სამებაში დავიწერე ჯვარი ნუგზარ კაკულიაზე, სადაც ორივე მხარე მოძღვრის წინაშე ჩვენივე ნებით დავდექით. ჯვრის ერთგულება კი ჩემი ერთ-ერთი თვისებაა, რომელსაც ვერ მოვიშლი. სხვათა შორის თავს თუ შეიარაღებული პირები დამესხნენ, თავს მანქანის ბარდაჩოქში კი არ შევმალავ. ნუგზარ კაკულიას გადავეფარები. იქნებ გადავარჩინო მეთქი ვიფიქრებ. კი, ვიყავი სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ ალბათ გამოგრჩათ, რომ ბარდაჩოქში თავის შეყოფის საქმე ჩემს ხელში გაიარა, სტრასბურგში. ამ ყველაფერს კოდუას ნანული მეორედ ვუჩივლე და გამწარებულია, ვერ გაიგებს, მაგრამ თქვენი აყროლებული სინდისი კარგად გაიგებს. ჭკუა გაქვთ მისგან განსხვავებით. ვერც ის ქალი გაიგებს ფილარმონია ქმრის ზურგს უკან ცოლი რომ მოიყვანა ამას წინათ და კომენტარებს წერს თქვენს სიბინძურეებზე. ის ხომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მუშაობდა კაცების კნუტად ვერავაკის მაგისტრალზე და უკადრებელს იკადრებს თუ დასჭირდა. ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა სიბინძურეს ავრცელებთ, მეორე ქმარი შეირთო და არ ღვევთ ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას, სასამართლოში შევხვდებით. ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ სიბინძურეები და სხვადასხვა უხამსობები წაშალოთ, ან არ წაშალოთ. ნანულ ტვინი არ გაქვს და ჯიქანი მაინც მოიშველიე ხანდახან, სანამ მორიგ სიბინძურეს დაწერ. წერს თეა წულუკიანი და ეხმიანება ირინა სარიშვილის Facebook პოსტს, რომელშიც სარიშვილი წერს, რომ თეა წულუკიანი მეორედ გათხოვდა.